სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი 22 წლის მუხმედ თურქოშვილი. ორივე მათგანი ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდნენ. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა. რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით 1 წლის წინ წავიდა. მანამდე ის თელავში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. რაც შეეხება მუხმედ თურქოშვილს, ის პანკისიდან სირიაში დაახლოებით 1 წლის წინ წავიდა. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის თურქეთში ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მუხმედ თურქოშვილს პანკისში ცოლი და 1 შვილი დარჩა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით პანკისის ხეობიდან სირიაში 50-მდე ახალგაზრდა იბრძვის. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მხარეს, რომლის ორი ლიდერიც თანხა ბათირაშვილი და მორად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.